გაცდა თუ არა დიპლომატიის საზღვრებს დიპლომატის განცხადება ჟურნალი თბილისელებისთვის მიცემულ ერიკ ფურნიეს სკანდალურ ინტერვიუს დღეს ექსპერტები აფასებენ. საფრანგეთის ელჩმა ჟურნალისტთან საუბრის დროს ოფიციალური პოზიციის ნაცვლად საკუთარი პირადი მოსაზრებები გააჟღერა. ამის გამო მას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ახსნა განმარტებების მიცემა და ბოდიშის მოხდა მოუწია. რატომ უწოდებს საფრანგეთის ელჩი ჟურნალისტის შეკითხვას პროვოკაციას და როგორია ექსპერტთა შეფასებები? ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. მიზეზი, როგორც თვითონ ამბობს, ჟურნალისტის პროვოკაციული კითხვა იყო, რომელმაც იგი იმდენად გააღიზიანა, რომ თავს უფლება მისცა საქართველო-რუსეთის ომის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობისა და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის ოფიციალური პოზიციისგან რადიკალურად განსხვავებული პირადი ვერსია წარმოედგინა. ვერსია, რომელიც ძალიან წააგავს კრემლის პროპაგანდას, რომ აგრესორი და კონფლიქტის ინსპირატორი არა რუსეთი, არამედ საქართველოა. კითხვა კი, რომელიც ფურნიეს შეფასებით პროვოკაციული და გამაღიზიანებელი იყო, ასე ჟღერდა. გრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას 2008 წლის 8 აგვისტოს ომის გამო. როგორც ითქვა, ფაქტობრივად გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა საქართველოსთვის მაპის მინიჭება ბუხარესტში. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა ნამდვილად რთულია, ჟურნალისტის ლოგიკა სრულებით გასაგებია. ამავე ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ანალიტიკოსთან ნაწილმა საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე უარის თქმით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად მწვანე შუქი აუნთო. ჟურნალისტის კითხვა არც პროვოკაციულია და არც რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ჟურნალისტურ სტანდარტებს. ჩემი აზრით პროვოკაციული ამ შეკითხვაში არაფერია და ეს სავსებით ლეგიტიმური შეკითხვა, მით უფრო რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აინტერესებს, რატომ დაიბლოკა საქართველოსთვის მაპის მინიჭება და რა როლი შეასრულა ამან 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში. თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგი დიპლომატისთვის, რომელიც ხშირად საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, მაშინ როდესაც რესპონდენტის როლში თვითონ არის, ასეთი კითხვების დასმა გამაღიზიანებელია. ერიკ ფურნიე გუშინ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა სუბიექტური აზრის სტუმარი იყო. დიპლომატის პასუხი გადაცემის სახელწოდების შესაბამისი აღმოჩნდა. მისი განმარტებით თბილისელების კითხვაზე გაცემული პასუხი არა საფრანგეთის, არამედ მისი პირადი სუბიექტური აზრი იყო. ის რაც ინტერვიუში ვთქვი, საფრანგეთის ოფიციალური პოზიცია არ არის. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. სამწუხაროდ ყველა ჟურნალისტი პროფესიონალი არ არის. ზოგჯერ ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. კითხვა, რომელიც თბილისელების ჟურნალისტმა დამისვა, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი და ცოტა უპასუხისმგებლო იყო. ბუნებრივია ამ შეკითხვამ ჩემში ძლიერი ემოცია გამოიწვია და სურვილიც გამიჩნდა, რომ პროვოკაციული პასუხი გამეცა. რამდენად აქვს ელჩს უფლება საკუთარი მოსაზრებები გააჟღეროს ან ემოციებს ახვეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ინტერვიუ ჟურნალ თბილისელებთან წერილობითი ფორმით შედგა. შესაბამისად, ბატონ ელჩს საკმაოდ დრო ექნებოდა, რომ თუნდაც გაღიზიანების შემთხვევაში დაწყნარებულიყო და დიპლომატიური პასუხი გაეცა. ელჩის პირადი პოზიცია მკვეთრად განსხვავდება საფრანგეთის ხელისუფლების პოზიციებისაგან. რაც უკვე პრაქტიკულად მეუღებელია. ელჩი არის დიპლომატიურ პრაქტიკაში ყოფილი ასეთი შემთხვევები, როდესაც ელჩი არ ეთანხმება თავისი სახელმწიფოს პოზიციას, მაგრამ მაშინ ის მიდის თანამდებობიდან. როგორც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ერიკ ფურნიემ ჟურნალ თბილისელებისთვის გაცემული პასუხისთვის ბოდიში მოიხადა. ჩვენი გაკურება გამოიწვია ბატონი ფურნიეს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მის მიერ მიცემულმა ინტერვიუმ, შესაბამისი ახსნა განმარტებების მისაღებად ბატონი ელჩი დაბარებულ იქნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ბოდიში მოუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს შექმნილი გაუგებრობისთვის და მკაფიოდ აღნიშნა, რომ მისი ინტერვიუ არ იყო შეთანხმებული ოფიციალურ პარისთან და ინტერვიუში დაფიქსირებული მოსაზრებები არ წარმოადგენენ საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პოზიციას. იქონიებს თუ არა ეს სკანდალი გავლენას ერიკ ფურნიეს დიპლომატიურ კარიერაზე ჯერჯერობით უცნობია. თუმცა აშკარაა, რომ ბოლო დღეებში ფრანგმა ელჩმა ორი უხეში შეცდომა დაუშვა. ჯერ ერთი თავს უფლება მისცა საკუთარი ქვეყნის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული პირადი მოსაზრება საჯაროდ გაევრცელებინა და მეორე გამოავლინა აშკარა შეუწყნარებლობა ჟურნალისტის მიმართ, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ ხარვეზების შემდეგ ფრანგი დიპლომატი გუშინ მაესტროს ეთერი დაბეჯითებით შეეცადა, რომ ამჯერად მაინც მისი განცხადებები ოფიციალური პარიზის პოზიციებთან საქართველოსთან მიმართებაში სრულ ჰარმონიაში ყოფილიყო. მან ისაუბრა პროგრესზე ქართულ მედიაში და 26 მაისის ინციდენტსაც შეეხო.
მედიაში ვითარება უმჯობესდება, აზრის თავისუფლად გამოხატვას უგულისხმობ. ეს კარგია. ამ მხრივ ძალიან დიდი გაუმჯობესებაა. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში. საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რაც იმ რეაქციებშიც გამოიხატა, რომელიც ჩემს ინტერვიუს მოჰყვა. ერთია დემონსტრაციების ორგანიზება და სხვა რამეა საჯარო ცხოვრების თვითნებურად პარალიზების მცდელობა. სოფლიოში არსად, არც ამერიკაში, არც ევროპაში ხალხს არ შეუძლია გადაკეტოს გზა და მოითხოვოს, რომ პრეზიდენტი გადადგეს. ასე აბსოლუტურად არსად არ ხდება. 26 მაისს იყო დამოუკიდებლობის დღე. აღლომი და ჩამოსული იყო ბევრი უცხოელი სტუმარი. ამიტომ სახელმწიფოს ჰქონდა სრული და ლეგიტიმური უფლება გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ აღლომის ორგანიზებას არაფერი დამუქრებოდა. თუმცა ყველაზე საგულისხმო სუბიექტური აზრის დასასრული იყო, როდესაც ფრანგმა დიპლომატმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე არის თუ არა საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა. Yes, I think so. Thank you very much. Thank you.